რუსეთის პრეზიდენტის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში რუსეთის საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ჯერ კიდევ თავშეკავებულ, მაგრამ პოზიტიურ სიგნალებს ხედავს. ეს არის ვლადიმერ პუტინის პასუხი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე. მისივე თქმით, მოსკოვი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას და იქვე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჩიხში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა რთულია. ამასთან რუსეთი ვერ წაიღებს უკან აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებას. მისივე თქმით, თავის მხრივ საქართველოს მთავრობა არ აპირებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და აქედან გამომდინარე რუსეთის პირველ პირს ვერც კი წარმოუდგენია ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს. Нужно обязательно к этому стремиться. Вот мы видим позитивные сигналы. საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან ჯერ თავშეკავებულ, მაგრამ პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ. მოსკოვი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. რუსეთმა ამას გასცა ადეკვატური პასუხი. რაც იმაში გამოიხატება, რომ საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჩიხში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, საიდანაც გამოსვლა რთულია. რუსეთი ვერ წაიღებს უკან აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებას. თავის მხრივ საქართველოს მთავრობა არ აპირებს ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და აქედან გამომდინარე რუსეთის პირველ პირს ვერც კი წარმოუდგენია ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს. რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს უფრო მეტად სჭირდება ვიდრე რუსეთს. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსთან ურთიერთობები იყოს ნორმალიზებული. თუმცა რთულ საკითხებზე, როგორც აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთია, რა იქნება ჯერ პასუხი არ მაქვს. Грузия заинтересована в этом больше.